Betsy spider went up the spout again. ტყეში სეირნობა არასოდეს არის უსაფრთხო. შეიძლება 1000 გვარ ხიფათს წააწყდა. დათვებს, მგლებს, ან კიდევ უარეს, ოფროუდერებს. ყველაფერი ასე დაიწყო. მეგობრებმა გადავწყვიტეთ უქმე დღეები გვექცია მორიგ თავგადასავლად და გადავწყვიტეთ წავსულიყავით ერთ-ერთ რთულ ტრეკზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ხაშმსა და სოფელ გომბურს. გზა თავდაპირველად მარტივი ჩანდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გველოდა. მოგესალმებით, ეს არის არხი 900-ით და დღეს ვეცდებით განახოთ ერთ-ერთი ურთულესი მარშრუტი, რომელიც ყველანაირი წინააღმდეგობების მიუხედავად გადავლახეთ. სწორად მივდივართ, სწორად ეს გზა მახსოვს ეს გზა. ეს დინარის კალაპოტში უნდა ჩავდივით და მივხვდეთ დინარის კალაპოტს და თმერ ერთი ვიწრო გადასასვლელია და უნდა გადავიდეთ. Turn right, then in 40 meters, turn slightly right. ხო. ზოგიერთი ადამიანისათვის დამატებითი მოდიფიკაციები შესაძლოა მხოლოდ სტილის ნაწილი იყოს. ზოგიერთისათვის კი ფუნქციონალური დატვირთვის მქონე. ჩვენ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აუცილებელია ავტომობილს საყენოს ტოტებისაგან დამცავი გვარდი, იგივე ტროსი, რომელიც მსგავსი შემთხვევებისაგან დაგვიცავს და აგვარიდებს საქარე მინის დაზიანებას.
ტორერუ. ესე იგი საკმაოდ რთული დაბრკოლებაა. ბიჭები ცდილობენ რომ ეხლა ეს ქვა გადალახონ. ეს ქვა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც ახლა ხელს გუშლის რომ გადმოვიაროთ ეს მონაკვეთი. კარგია. იო. იო სუხურები. ძალიან დიდი უბედა ხოდა მოკლეწინ 42-ებზეა, F250 და ნახე როგორ მიათრევს უბრალოდ საბურავის ხარჯზე. ნახე. ეხლა ამ შემთხვევაში საბურავი აკეთებს ყველაფერს რა. არც რთულად, მაგრამ არც ძალიან მარტივად არ გაუვლია, მინდა კიდე. ნახოთ ახლა შემდეგი მონაწილეები. აქეთა კვალიდან რო წამოვიდეს, ოღონ დაბალი გაზით ვერა? მოდი ჩვენ წამოვას ჯერ რა, რომ დასუფთავდე ცოტა გზა. დასუფთავდეს, გამოუთხრეს 42. კარგად მოგხსოვს. საბურავმა მოიტანა თორე.
მაგის ხასიათი. ჯობია გადაიხადოთ უფრო მეტი და აყენოთ ხარისხიანი ჯალამბარი, რომ აი ამ ხელა და ტუტოს გაუძლოთ. ამჟამად ახლა ავტომობილი ჯერ ისედაც დამძიმებულია თავის ხარკმულ მონაცემებთან შედარებით, იმიტომ რომ საბურავები პლუს ამას ბედლოქიანი დისკები ძალიან ამძიმებს და მithumetes როდესაც უკვე კალახში შევდივარ, შეიძლება 300 კილომდეც კი დაიმატოს ავტომობილმა კალახი. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის წონას. შესაბამისად, უნდა გქონდეს კარგი ჯალამბარი, რომ ამ წონას გაუძლოს და მარტივად ამოიყვანოს ავტომობილი დაბრკოლებული. ამ შემთხვევაში საბურავის სიმაღლე საკმაოდ დიდ გადამწყვეტს. ამასთან დამატებით ჯაბა საბურავი არის ნაოთხალთან დაშვებული, რომელიც კიდევ უფრო უძლებს სიმაღლეს და გასავლეთიდან არ არის საბურავი დაშვებული, კლიენტი საკმაოდ უფრო მაღლაა. ეგრე იყო ჩემი. იმის გამო რომ ძალიან რთული გზა გველის წინ, ორი მანქანა ბრუნდება უკან, იო და გრან ჩეროკი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებენ გზას და ან რამე უნდა დააზიანონ, ან მთელი გზა უნდა იყვნენ სატარებლები სხვა მანქანებით, ასე რომ ჯობია რომ უკან დაბრუნდნენ. გზა უფრო და უფრო რთულდებოდა. როდესაც გვეგონა რომ მიწაზე დავდიოდით, იგი უეცრად ფეხქვეშ გვეცლებოდა და ჩვენი ავტომობილებიც აღმოჩნდებოდნენ უზარმაზარ ტალახის გუბეებში, საიდანაც თავის დაღწევა არც თუ ისე მარტივი იყო. ხამერი დაასრულა. ჯაბა! იცი რა ქენი? ჯაბა, გული გაასწორე. ზადნით ცოტა გააკვრევინე რომ გაასუფთავო საბურავი. ცოტა, კაი. ჯაბა, რაც შეიძლება აქეთ უნდა მოხვიდე.
მარჯვნივ. Წამო. იხლა იხით. კარგია. წამოდი, მასე იარე. ასორე. ჩვენს მოდი ცოტა. მოდი. აკეთ ცოტა. კარგია. ეგარი გადადიხ. აქ. მასე წამოდი. ეგარი. ეს იმას წამოგვივიდა. კარგია, წამო. ცოტა აქეთ და მოდი. აი ეგრე მოდი. მოდი. Tamo. ეგარი, всё, გამო. შეიტანა სამურავში. არა, რაღაცას გაგიფუჭეს რა. აი. მოდი დავეკიდო ხა. აუ, ენა. გადაუვარო. შეიწევს რა გადაუ. აი ჩაულებრივი რაც არის ის ძალიან მაგარია, მაგრამ ეს კომპეტიშენი ვაფშე კაპიკად არ არის. უკანა სტოპი არ გატეხო ძმა. არა. გადარჩ. ტოტი იყო გადარჩ. ის ტოტი იყო თორე ისეთი ხმა იყო რომ. ლოკი მუშაობს ძინა? კი. ბოლომდე აღებულს არ დავუცავ რა. შო. საუბრადოდ პრესტავინა. არ ვიცი, რა უჩუდა დაარტყა და ალბათ ეს არის. ალბათ უკან ჩააგორე ცოტა, აბა. იყოს ეგრე აღებული, იყოს. და რა გინდოდა ბლოკი, რა თქმა უნდა.
აქ გადარჩენილი. რაღაცა ძალიან გაიწელა, აი. კრესტავინა ზედა აქ. ხო და რაღაც მანდ გაიწელა და ხმა ქონდა. აღარაც უმყავდა. აბა ჩააგორე ცოტა. The itsy bitsy spider went up the water spout. Down came the rain and washed the spider out. Up came the sun and dried up all the rain. The itsy bitsy spider went up the spout again. ოპა! მეც მანდ გამომელია გზა, მეც მანდ გამიკვირდა. იქ გავიგეთ. ლამის გაწმოვარდი მე. ნემა ცალიხიდით ვიწეკი მან. აკა ყველა ისე იქ ვიცი რომ გამოფრინდი და. აბა თავი კიდე გავიყი. მეც რომ გაწმოვარდი. Went up the spout again. მოვიყვანეთ ჯალამბრით ეს მანქანას და ვაგრძელებთ გზას, ვნახოთ რა იქნება შემდეგი მანქანები, რას იზავენ. ზურა რა გითხარი ზურა? არ მეგონა იმ მართ 100%-იანი არ მეგონა რომ ამოვიდა. საღო. ბლოკი. მოდი ზომა მაგლა ესე იგი, დაბრკოლებაზე გვხვდება რა, ხეებია წაწვენილი ძალიან ბევრი და მინდა რომ ეხლა ეს ხე მოვირიდოთ რამენაირად, დრუჟბას გადმოვიტანთ ბენზო ხერხს და ამ ხესაც გავიტანთ გზიდან. საით გადავიდა.
ზემოთ ავაგდით გაიქცა რა. მე დამორება. ავედი. ვაგზელებთ გზას, ვაგზელებთ, ჯერჯერობით არ ვჩერდებით. ჯერ გვაქვს 5-15 წუთი. გამოვიარეთ თითქმის ნახევარი გზა და გამოვედით სადღაც ასე 11 საათზე, 12-ის ნახევრისკენ გამოვედით უკვე გზაზე. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვნებდებით რა. ემოცია. აი, ცოტა კარგებია. სტალინის გუბიაცი. მაგითი რა გამართა. იმენა დაუსრულებელი ტრეკია. ჩემს სახელობის აღმართია, ეს აღმართი დაძლეული მაქვს ცალი ხიდით. კიდე ხوار გავიმეორე. შენ ახლა ეშმაკი გელბძვის ჯობა. ესე იგი, ახლა ფორდი გამოვატარეთ. რომ დადგეს ჩვენს უკან, იქნება ჩვენ ავიაროთ, იქნება არა, ჩვენ ავივლით და შემდეგ გამოყვება უკვე სხვა ყველა დანარჩენი მანქანა. ეს ის პერიოდია რა. ჩემი დროც რო მოდის ხოლმე. ოდა დოდი მეგობადი, ოდი დუდავად, მე და ღამე განუ ყველად ერთად ავართ. მარცხნა. всё, კაი, ოდნა, მეტი არ უნდა. გადაბლოკული ხდებით ხო ვცადოთ. არა გაგდაბლოკილი. ჩემი, აბა რა უნდა ქნა. სამართლ ხო ცალი ხიდით მაქაული. მიდოდა ბლოკი ხლა, ბანო მაშინ ეს წვიმა არის. დიდი კაც არ ვეთქვით და 50-50 მეც შუ შენ შუ. მოდი აბა ერთი აქეთან. ჯაბა. უნდა გამაიყვა. აკივერო. მარა აბაგზა. ზაგა ვითავდა. სადღაც მომოვადინოთ კაფანი. ოპა. აი კი რაღაცა, აბაგზა აღარ არისო მეტიო საინტერესო. მე მგონი შენ უბრალოდ მარტო ყოფნა არ გინდა. ой, ჯობა სადავარჩი. კაფას რო გავად
სტუდენტი კეთხვი. გამოვედით სამშვიდობოს ყველანი. ესე მიმდინარეობს ჭერის გადაწმენდის პროცესი. ძალიან რთული, ძალიან სასიამოვნო და გასართობი ტრეკი იყო. გამართალია. ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრს გაგვიჭირდა, ბევრს რაღაც წინააღმდეგობები შეგვხვდა, მაგრამ დაუძლიეთ მაინც ყველაფერი. ყველდაბყოლება გადავიარეთ და მშვიდობით დაბრუნდებით ყველანი სახლებში. მოკლედ ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გასვლა. დარჩით ჩვენს არხზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, თვალიადევნეთ Off-Road Club Georgia's გვერდს, ასევე YouTube არხზე Off-Road Club Georgia-ც გამოიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე.